პოლიტპატიმრების ოჯახების წევრებმა დღეს მაღალმთიან აჭარაში გაზეთები თავისუფლების ხმა ციხიდან დაარიგეს და მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს. პროევროპული აქციებისას დაკავებულთა მშობლები ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში იმყოფებოდნენ. მათთან ერთად იყო პოლიტპატიმარი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის ძმა. ქართველებო დრო არის გავიხვიცოთ. ამ გამწარებულ მშობლებს გვერდით დაგვიდგეთ. არაფრის გამო რომ ჩაგრავენ და გტანჯავენ. თქვენც მოგადგებათ ეს დღე და ნურავის დაწყდება გული, გვერდით რომ ვერ დაუდგებით მერე. იმიტომ რომ ჩვენი ცრემლი უკვე ზღვას უერთდება. დატანჯული მშობლების სიტყვები გულთან მიიტანეთ. სანამ დრო გვაქვს, სანამ ერთი არ დაკნინებულა, სანამ საქართველო არ დაღუპულა. საჯარო მოხელეობა არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ემსახუროთ ოცნებას. თქვენ უნდა ემსახუროთ თქვენ ხალხს და თქვენ ქვეყანას. თქვენ აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ ცოტა ხანში წავალთ უფრო მაღალი აჭარისკენ, ხულო, ქედა, შუახევი. რომ იქ ადამიანებს უთხრათ, რომ ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვართ, თქვენ გკივათ ჩვენი შვილები. და თუ თქვენ დღეს ჩვენს გვერდით არ დადგებით, ცოტა ხანში ამ მდგომარეობაში თქვენი შვილებიც აღმოჩნდებიან. ძალიან გთხოვთ, მოძებნეთ საკუთარ თავში ძალა და გაითვალისწინოთ, რომ ეს ქვეყანა არის ევროპის ნაწილი და უნდა იყოს ევროპის ნაწილი. ჯარიმებით ავსებენ ბიუჯეტს, ხალხს ჯიბიდან უღებენ ფულს, ამით ავსებენ ბიუჯეტს და მერე ამას იპარავენ ტენდერების საშუალებით და ასობით მილიონ ლარს იდებენ ჯიბეში, ყიდულობენ ჯიპებს, საზღვარგარეთ თვილებს და ასე შემდეგ. ნახეთ ხომ სახელმწიფოს ყველაზე მაღალი მოხელე თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი და სხვადასხვა მინისტრები ციხეში აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ფულს იპარავდნენ ბიუჯეტიდან. ამ ქვეყანაში მოსაპარი ფული ყოველთვის აქვს ჩინოვნიკებს და რატომღაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ადამიანებს წამლისთვის ფულს არ იმეტებენ. აჭარა თაიმსის ინფორმაციით ხელვაჩაურში პატიმრების მშობლებსა და მედიის წარმომადგენლებს მერიასთან სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პირები, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ, გამოცემის თანახმად საჯარო მოხელეები არიან. ხელს ნუმახებ. საჯარო სივრცეში ვარ, კერძო საკუთრებაში არ შემოვდივარ. მე ვხედავ ტელეკრანზე ლამაზად. იქაც ვუყურებ, იქაც ყველა. იმ ტელევიზორმა დამონტაჟებული ტყუილები რა უნდა ციხეში? ტყუილად დაიჭირეს. ერთი მეცაი ახლა ტყუილად დაიჭირეს. შამომდვა. შამომდვა რატო? ჩემი შვილი ტყუილად ის. ვერ მეცნი ახლა. შეგონია მაშინ. ვერ მეცნი მეთქი გითხარ. მაგეთ რეაქიდან. ეს მაგ აი მოგეშველია მაგათაკატეხავდა. ვიმბრძანდებით მაგათაკატეხავდა. სახელი გვარი მითხარი. სახელი გვარი მითხარი მეთქი გეუბნები.